თუ ვარჯიში ახალი დაწყებული გაქვს და შეამჩნია უკვე სასწორზე, რომ 4 დღეში უკვე 2 ან 3 კილოგრამი დაიკელი, დამიჯერე, ეს ცხიმი არაა. ეს არის გლიკოგენი, რომელსაც ძალიან მარტივად აღიდგენ თუ კვებას წაარღვა. ალბათ სკოლის მასალიდანაც იცი, რომ გლიკოგენი არის ჩვენი ენერგიის წყარო, რომელიც ინახება ღვიძლში და ჩონჩხის კუნთებში. 1 გრამი გლიკოგენი იკავშირებს 3-4 გრამ წყლის მოლეკულას. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ვარჯიშს, მაშინვე იწყება ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროს გახარჯვა. ეს არის გლიკოგენი. ზემოთ უკვე ვახსენე, რომ 1 გრამი გლიკოგენი იკავშირებდა 3-4 გრამ წყლის მოლეკულას. გლიკოგენის დაწვის შედეგად გამოთავისუფლდება მასთან დაკავშირებული წყლის მოლეკულები, ძირითადად ოფლის ან შარის გზით. სწორედ ეს მარტივი პროცესი იწვევს სასწორზე კილოგრამების ვარდნას. მეორე მხრივ მივუდგეთ ამ საკითხს, წარმოიდგინეთ, რომ 2 კილოგრამი, ვთქვათ, მოდი 1 კილოგრამი ცხიმი ავიღოთ. 1 კილოგრამი ცხიმი უდრის 7000 დაახლოებით 7700 კილოკალორიას. ანუ უყურე, რომ ავიღოთ 2 კილო, ვთქვათ, 4 დღეში დაწვით 2 კილოგრამი. 2 კილოგრამი უდრის კილოკალორიებში დაახლოებით 15000 კილოკალორიას. ანუ 3-4 დღეში, 4 დღეში იყოს. ანუ კალორიების განა რა დეფიციტში უნდა გახვიდეთ, რომ 15000 კალორია დაწვათ. არ ვიცი. თუ რაიმე კიდური არ მოაშოეთ ორგანიზმს, ამდე კალორიას არ ვიცი რაიდან დაწვეთ. წარმოიდგინეთ, რომ თუ 1 კილოგრამი არის ცხიმი, არის 7700 კილოკალორია, დეფიციტში 500 კილოკალორიით, გამოდის, რომ 1 კვირის მანძილზე, ანუ 7 დღეში, დავწვავ 3500 კილოკალორიას. ანუ 9 კილოგრამს. თუ ვარ კალორიულ დეფიციტში, შესაძლებელია ჩემო ორგანიზმმა დაწვას 9 კილოგრამი. ცხიმი, რა თქმა უნდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც мотиваციას კარგ გავანე ხოლმე, როდესაც ვარჯიშის დაწყებიდან 3 ან 4 კვირის შემდგომ იწყება ხოლმე სასწორის, ასე ვთქვათ, წონის გაყინვა. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც მთელი თქვენი ენერგია უნდა მოიკრიბოთ, რადგან ორგანიზმი უკვე იწყებს იმ ცხიმის წვას, რომელიც თქვენ მართლა გჭირდებათ სასწორზე აისახოს. მადლობა რომ იყურეთ.